ხალხნორა ლამაზე პავილია. როგორ მომწონს. გამარჯობა, როგორ ხართ? იმედია რომ ისმის ჩემი ხმა. დღეს არის 15 ივნისი, მოგესალმებით ყველას. ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. ახლა არის ჩემთან პირველი 21 წუთი. და დღეს მაქვს დასვენების დღე. მისვენებ, გარეთ ვარ გამოსული. რაღაც პატარა საქმეები მაქვს და მინდა რომ მოვაგვარო და მე მინდა რომ კაფეში დავუჩვდე და მივირთვა ყავა. ყველას გისურვებთ ბედნიერ დღეს. ახლა ვარ პარკში. გაჩვენებთ. აი აქ ვარ. ესეთი პარკია. Քվերաշվետ բավშვեբը ունեմ էդ կա բավშვեբըտ քվերաշվեբիտ Ռաշվեբիտ քվեն Ռոգոր խարդ Ռոգոր գիկ իդխոտ Սոտաշորիս դիլաս Ռոմ գամա վադիս ամսախորիդան Կարգատ գրիլոդա Եղա ու կոշուատ գտայից գոտամ Ծոտամ ծխելա თქვენს კერახდება როგორია მითი გაქვთ დამწერთ კომენტარებში. ეხლა უნდა წავიდე ოფისში. რაღაც ფული მაქვს გასაგზავნი და უნდა მოვაგვარო ჩემი საქმეები და მე როგორც უკვე გითხარით დავჭდები სადმე და ყავას დავლებ. იმიტომ რომ დილით ვერ მოვასწარი ყავის დალევა და მე რომ დილით ყავა არ დავლიო რა ვიცი, ძალიან ისე ვარ ხოლმე, ენერგია არ მაქვს საერთოდ, ვინ ხართ შემსავით დამიწერეთ. დავლევ ყავას და ცოტა მოვალ ხოთზე, ესე რომ ვთქვათ. სხვა ისეთი რა გითხრათ, შემოკარგებო, რაც ყველაზე მთავარია გამოიწერეთ ჩემი არხი, ძალიან გთხოვთ, უცებ ავიდეთ 500-ზე და მერე მეტზე. გამომწერეთ ყოველდღიურად რომ გადავიდე ვლოგებზე და კიდევ საუკეთესო რჩევები მინდა რომ გაგიზიაროთ რაღაც რჩევები რა თქმა უნდა რჩევები არ იქნება მხოლოდ ერთ თემაზე განვიხილავ თქვენთან ერთად ბევრ რამეს ასე რომ გამოიწერეთ ჩემი არხი და ვიდეოს უყურეთ ბოლომდე კი საინტერესო ბლოგებს ვეცდები ყველანაირად რომ საინტერესო ინფორმაციები მოგაწოდოთ. მადლობა ყველას ვინც გამომიწერთ. ეხლა წავიდეთ და გავაგზავნოთ ფული. წავიდეთ ოფისისკენ. ცხელა დილას არ იყო ესეთი სიცხე და ახლა უკვე შუა დღეა და ცხელა სათვალე ხომ მიხდება დამიწერეთ აბა კომენტარებში ყველას ბედნიერი დღე ვიფასებ ბედნიერი და ნაყოფიერი დღე გქონოდეს ყველას სხვა რა ხდება თქვენსკენ გიყვართ თქვენ ქუჩის ვლოგებიც და ცოტას გადავიღებთ, აგათვალიერებინებთ
აქაურობას ეხლა მე სადაც ვიმყოფები ამ უბანს ქვია დაფნი ძალიან მყავს ეს უბანი სხვათა შორის მეორე რომ მივიყავი ჩამოსული ათენში 2019-2021 წლებში ამ უბანში მუშაობდი მეტროსთან ახლოს დაფნში და ვიმუშავე ზუსტად 3 წელი. მე კითკე გავალ და გაჩვენებთ სად მუშაობდი. მეტროსკენ რომ გავალ, გადავიღებ და მაგასაც ჩაგისვავთ აქ. და მიყვარს ძალიან ეს უბანი, როგორც უკვე გითხარით. ძალიან ესეთი უბანია რა. მე სხვათა შორის ჩემოკარგებო არ მიყვარს ესეთი ძალიან სიწყნარი არ მიყვარს. აი მიყვარს რომ როდესაც სიცოცხლე ჩქეებს ესე რომ ვთქვათ. მე ვარ ზოდიაქოთი ტყუპები და ტყუპების ზოდიაქო სხვათა შორის ამართლებს რა ვიცემზე ამართლებს და ვინ რა ხართ ზოდიაქოთი თქვენ დამიწერეთ აბა მაინტერესებს და დამიწერეთ რამდენი ხართ ტყუპები იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი ტყუპები მიყურებთ არა მხოლოდ ტყუპები ძალიან დაცხა სხვათა შორის ეხლა არის ზუსტად 2 საათი შესრულდა შუა დღის და უკვე საკმაოდ ცხელა გუშინ და გუშინ წინ ჩემთან კაი სიგრილე იყო სხვათა შორის დღეს უკვე დაცხა მგონი თბილისში ციცხე იქნება და სხვა რაიონებში და სოფლებში არ ვიცი როგორი ამინდები გაქვთ ან საცხოვრობთ ვინც სხვა ქალაქებში ცხოვრობთ დამიწერეთ აბა კომენტარებში მაინტერესებს ყოველდღიურად როგორი ამინდი გაქვთ ეხა ჩემი საქმეები მოვილიე და უნდა დავჭდა სადმე გრილ ადგილას კაფეში თორე უკვე ცუდად ვარ იქაც პატარა რაღაც მონაკვეთს გადავიღებ და იმასაც ჩაგისვავ და რაღაც გამოვა ჩემო კარგებო იქ უბრალოდ კაფეში და ეგეთ ხმაურიან ადგილებში ვერ ვიღებ ხოლმე იმიტომ რომ ხმაურია და ხმა მაღალი ლაპარაკი იციან ზოგადად ბერძნებმა და იქ რომ ვისაუბრო უბრალოდ დარწმუნებული ვარ რომ ვერ გაიგებთ ჩემ ხმას ამიტომ იქიდან ანუ ვერ ვიღებ ხოლმე ვლოგებს და იმედი მაქვს რომ გამიგებთ ეს ყველა მაღაზია თითქმის დაკეტილი ხდება ხოლმე კვირაობით სამწუხაროდ ძალიან იშვიათი რომ კვირა დამემთხვას და მაღაზიები რამოდენიმე იყოს ღია
ნაყინიც მოვიტანე, იმიტომ რომ გაჩვენოთ. აი ესეთები. ეს იყო სულ სადღაც 5 евро და 25 თეთრი. ნახეთ. ნაყინი მე დიდად არ მიყვარს, დიდი ხანი არ მიჭამია. მაგრამ ეხა რაღაცნაირად ვიყიდე და საყინულეში შევინახავ ხა და როცა მოგვინდება მედაბებოს ან სხვას მივერთმევთ. ეს არის მარწყვის, შოკოლადი და ლიმონის. ეს მიყვარს ყველაზე მეტად ლიმონის.